მიყვანეს მოსკოვში საგარეო საქმეთა ministrად ერთ-ერთმა პოლიტბიუროს წევრმა არ მინდა ახლა ვახსენო ის ცოცხალი აღარ არის და თავისთავად ცუდი კაცი არ იყო, მაგრამ იყო ნამდვილი დერჟავნიკი. 1-2-3 თვის შემდეგ მე როცა დავიწყე რაღაც საქმეებში გარკვევა და ჩემი ხასიათის და ბუნების და პრინციპების გამოვლინება და რაღაც დავიწყე ლაპარაკი ავღანეთის ომი სწორია თუ არა, ცოტა იქეთ ჩეხოსლოვაკიისკენ რაღაც. მაშინ წავიდათო თითო ჩიქავინო დავლიოთ. წავედით და თავის ოჯახში დამპატიჟა და ხათა შორის მე ცოტა მეტის დავლიეთ, მე მოაყოლა. აბა შენო ხო იცნობ რუსეთის ისტორიას? როგორ არის ისტორიკოსი ვარ მე. რომელი მეფეც არ უნდა ყოფილიყო, ყველაზე სუსტი მეფე, ისიც კი ცდილობდა რომ რუსეთისთვის რაღაც ტერიტორია შეემატებინა. და თითქმის არ ყოფილა მეფე, რომელსაც თუნდაც პატარა მცირე ტერიტორია არ შეემატებინა. ეს ფსიქოლოგია, იმპერიული ფსიქოლოგია, რომ რუსეთი უნდა იყოს დიდი, რუსეთი უნდა სოფლიოში ბატონობდეს, ყოველ შემთხვევაში ევროპაში ბატონობდეს. აი ეს ფსიქოლოგია იყო, ვინც რამაც მიაღებინა გადაწყვეტილება იმ შესახებ, რომ ჩეხოსლოვაკიაში ჯარები შეეყვანათ. თვითონ ეს ხალხი, იგივე ბრეჟნევი და სხვაები, ეგენი არ იყვნენ ისეთი უსისხლო და არაადამიანური რაღაც თვისებებით, მაგრამ მიაჩნდათ, რომ აქ რუსეთის ინტერესებია. ეს საშინელი ამბები დატრიალდა 10-ჯერ ვარეში, 100-ჯერ ვარესი ვინემ თბილისში. ნახევარი ბუდაპეშტი ამოზლიდეს. და თქვენ ეს არ არის ცნობილი მანდა მაინც ბერლინის აღების შემდეგ რამდენიმე თვის შემდეგ მოეწყო აჯანყება. მოაწყოს ბერლინელებმა, გერმანელებმა აჯანყება, ბერია გააგზავნეს. და ის აჯანყება სისხლში ჩაახშო, ესე იგი, ერთი კაცი არ გადარჩენილა, ვინც მონაწილეობდა იმ აჯანყებაში და მონაწილეობდნენ 10,000-ობით ადამიანები. აი ესეთი იყო ეს რეჟიმი და აი ახლა ჩემი საყვარელი კომუნისტები მოითხოვენ რომ ახლა ჩვენ სხვანაირი ვართ, ანგელოზები ვართ, ანგელოზების φτები დავდივართ, ამას აღარ გავაკეთებთ, ტყუილია. ვარეს გააკეთებენ. ამიტომ უნდა გავფრთხილება იმას, რაც ჩვენ გვაქვს დღეს, რაც ჩვენ გვაგვაჩნია.